საბჭოთა კავშირის ცხოვრება და ამ მონსტრის ძალადობრივი სახელმწიფოს შესახებ დაფარული ისტორიების თხრობა დღეს იმდენად პოპულარულია, რომ გულწრფელი რომ ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ შანსს ამ საკითხს ავწდე. კოდი პერიოდულად გთავაზობთ კონკრეტული ისტორიების მოსაზრებებისა თუ საბჭოთა ლიდერების შესახებ ეპიზოდებს. მიმაჩნია, რომ ასეთი ვიდეოები საჭიროა იმის კარგად დასანახად, განსაკუთრებით ჩემზე ახალგაზრდა თაობისთვის, თუ რა იყო ეს იმპერია და რატომ არ უნდა შეიქმნას მსგავსი მკაცრად იდეოლოგიური კავშირები. კოდის ამ ეპიზოდში, რომელიც ამ სეზონზე მეორეა, გიამბობთ კვლავ საბჭოთა საიდუმლოებების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ იოსებ სტალინმა დიდი სახელმწიფოს აშენება შეძლო, რომელმაც ფაშისტები გაანადგურა, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, მან ბევრი სტრატეგიული თუ საკავშირო მასშტაბის შეცდომაც დაუშვა. მისი თანამედროვენი ამბობდნენ, რომ ბელადი შეცდომებს არ აღიარებდა და მათ გამოსწორებას არ ცდილობდა. და უფრო მეტიც, მათ შენიღბვას ყველანაირად ცდილობდა. ახლა მის მიერ დაშვებულ ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან შეცდომებს განვიხილავ. თუმცა, მე არაფერს ვამტკიცებ. გაცნობებთ, რომ ამაზე ისტორიკოსებისა და სტალინის საქმიანობით დაინტერესებულ მკვლევართა განმარტებები მომყავს. არ მოემზადა მტრის შემოჭრისთვის. სტალინმა არაერთხელ უგულებელყო გაფრთხილება გერმანული ჯარების მიერ საბჭოთა კავშირში მოსალოდნელი შეჭრის შესახებ. რიხარდ ზორგემ, რომელიც ბაქოში დაბადებული გერმანელი საბჭოთა მძვერავი იყო, გერმანიის თავდასხმის ზუსტი თარიღიც კი დაუსახელა. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი აგრესიისთვის მოსამზადებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამასთან ჰიტლერის მზაკრული გეგმის შესახებ თითქმის მთელმა მსოფლიომ იცოდა. სტალინი, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა გერმანიასთან ომის შესაძლებლობას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. ენდე, მაგრამ გადაამოწმე. სტალინის კიდევ ერთი შეცდომა გადაჭარბებული მინდობლობა იყო. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ საბჭოთა ლიდერი ძალიან ენდობოდა ჰიტლერს. ხოლო თავდაუსხმელობის პაქტის და მეგობრობის და საზღვრის ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელსაც ხელი 1939 წლის 28 სექტემბერს მოეწერა, გადაჭარბებული აღმოჩნდა. ომისთავიდან აცილების მცდელობით და ყველა სახის მეგობრულ დოკუმენტებზე ხელმოწერით, სტალინმა ომი საბჭოთა საზღვრებთან მიიყვანა. Мирная политика Советского Союза разоблачает წინ დაუხედავი ლიბერალიზაცია. 3 წლის მანძილზე 1933 წლიდან 1936 წლამდე საბჭოთა კავშირში განაწილების ეკონომიკა შეჩერდა, რამაც რეგიონულ პარტიებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. აღნიშნულ პერიოდში მოსკოვი რეგიონებს ვერ აკონტროლებდა. ამით ოპოზიციამ ისარგებლა და თავი წამოყო, მაგრამ უკვე 1937 წელს ფართომასშტაბიანი წმენდა დაიწყო. საკადრო საკითხი. პრობლემა იყო საკადრო საკითხებშიც. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსად სტალინმა პატივმოყვარე და შურისმაძიებელი ნიკოლაი ეჟოვი დანიშნა. ახალმა სახალხო კომისარმა, რომელიც ბელადის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, ქვეყანაში უპრეცედენტო რეპრესიული კამპანია წამოიწყო, რომელმაც წითელი არმიის კადრები დააზარალა. მხოლოდ 1 წლის მანძილზე 40,000-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო რეპრესირებული. შედეგად ომის დასაწყისში სახელმწიფო შედარებით კვალიფიციური სამხედრო პერსონალის გარეშე აღმოჩნდა. არა მართლზომიერება. თავის სტატიაში სტალინის საკითხზე ჩინელი კომუნისტების ლიდერი მაო ძედუნი სტალინის შეცდომებზე მიუთითებდა და ხაზი გაუსვა ლიდერის ქმედებებს, ბალანსის და თანმიმდევრულობის ნაკლებობას. ჩინელების ბელადმა ასევე მიუთითა მოქალაქეების უსამართლო დაჭერის და დასჯის ფაქტებზე და გაუაზრებელ პოლიტიკაზე მოძმე ქვეყნების მიმართ. გლეხობის მტერი.
სტალინს არაფერი გაუკეთებია გლეხების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ბელადმა გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის რეფორმა კაცრ ქმედებებს საჭიროებდა და ფართო მასშტაბიანი კოლექტივიზაცია დაიწყო. გლეხებს საკუთრება წაართვეს და კოლმეურნეობაში იძულების წესით გააძევრიანეს. რეჟიმის მემკვიდრე არ დატოვა. სტალინის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა მემკვიდრის არარსებობა იყო. არსებობს ვერსია, რომ მან საამისოდ ყველაფერი გააკეთა. ლიდერი ძალიან მგრძნობიარე იყო მათ მიმართ, ვისაც მისი აზრით მისივე უსაზღრო გავლენისთვის შეიძლება საფრთხე შეექმნა. ამიტომ ის ამ ადამიანებს არ სყალობდა და მათ დისტანცირებას ახდენდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი ქვეყანაში ძალაუფლებისათვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რაც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს ნამდვილად არ უწყობდა. როდესაც საქმე საიდუმლო სამხედრო ობიექტებს ეხება, ამერიკის შეერთებული შტატების ზონა 51 ყველაზე ცნობილია, თუმცა რუსეთს აქვს თავისი უჩინარი და იდუმალი ბაზა, კაპუსტინ იარი. ეს ობიექტი არაერთი ათწლეულია, რაც რუსეთის და მანამდე საბჭოთა კავშირის სამხედრო და კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების ცენტრია. ისტორია და დანიშნულება. კაპუსტინ იარი 1946 წელს დაარსდა სტალინის ბრძანებით. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო გერმანული რაკეტული ტექნოლოგიების შესწავლა, განსაკუთრებით V2 რაკეტების კვლევა და განვითარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა მრავალი გერმანელი მეცნიერი გადაიბირა, რომლებიც მანამდე ნაცისტური გერმანიის რაკეტულ პროგრამაზე მუშაობდნენ. სწორედ აქ დაიწყო საბჭოთა კავშირის პირველი ბალისტიკური რაკეტების ტესტირება. ბირთვული და კოსმოსური ტექნოლოგიები. 1950-იან წლებში კაპუსტინ იარი გახდა ბირთვული იარაღის ტესტირების ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტი. ასევე იგი აქტიურად გამოიყენებოდა კოსმოსური კვლევებისთვის. სწორედ აქედან გაუშვეს პირველი საბჭოთა კოსმოსური კომანდები, სანამ ბაიკონურის კოსმოდრომი ოფიციალურად გაიხსნებოდა. უცხოპლანეტელების და უჩვეულო მოვლენების მითები. როგორც ნებისმიერი საიდუმლო ობიექტის შემთხვევაში, კაპუსტინ იარის გარშემოც მრავალი შეთქმულების თეორია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ამტკიცებს, რომ 1948 წელს საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო უცნობი მფრინავი ობიექტი და მისი ნარჩენები ბაზის ტერიტორიაზე გადაიტანა. ეს თეორია განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1990-იან წლებში, როდესაც დასავლურმა წყაროებმა ის რუსეთის ზონა 51-ად მონათლეს. თანამედროვე მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, რომ კაპუსტინ იარის სამხედრო როლი შემცირდა, იგი კვლავ მოქმედი პოლიგონია და ხშირად გამოიყენება თანამედროვე რაკეტებისა და სამხედრო ტექნოლოგიების ტესტირებისთვის. ობიექტის ტერიტორია მკაცრად კონტროლდება და სამოქალაქო პირებისთვის მიუწვდომელია. რის შესახებ დუმდა საბჭოთა კავშირის მედიცინა. უკვე 60 წელი არსებობს მედიკამენტური საშუალება, რომელიც თავისუფლად იყიდება და ყველაფერს კურნავს, მაგრამ ამის გამო ოფიციალურ მედიცინას ის სძულს. ამ პრეპარატს ACD ეწოდება, რომელიც თეთრები ღირს და თითქმის ყველაფერს კურნავს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყარო არ ვრცელებს, თუმცა ჯერ არაფერია გადამოწმებული სამედიცინო თვალსაზრისით. განსაკუთრებით კი აქტიურობს რუსული მედია, ის პრესა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მეტ-ნაკლებად კონტროლდება. რამდენად საღია ეს ინფორმაცია რა გითხრათ, მაგრამ მოდი მეტი გავიგოთ ამ ინფორმაციის შესახებ. ცოტა ხნის წინ საბჭოთა კავშირის არქივში იპოვეს მემორანდუმი, რომელიც ბერიამ სტალინს მისწერა. აი, რა ეწერა დოკუმენტში. იმის გამო, რომ პრეპარატის, რომელიც პროფესორმა დოროგოვიმ გამოიგონა ოფიციალური სამედიცინო გამოყენება, აუცილებლად გამოიწვევს უმეტესი დაავადებების მკურნალობის დროის შემცირებას, რაც თავის მხრივ სამედიცინო პერსონალის რაოდენობის შემცირებას და ბევრი სამედიცინო მედიკამენტის წარმოებას შეამცირებს.
საბჭოთა რესპუბლიკისთვის შრომის უუნარო პირთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15-20 წლით გაიზრდება, რაც პენსიის და საბინაო ფონდის გადატვირთვას გამოიწვევს. თავაზობთ პრეპარატები ACDF1, ACDF2, ACDF3 ვეტერინარულ კატეგორიაში გადავიტანოთ. ქვემოთ კი სტალინის ხელმოწერა. ვამტკიცებ. რა არის ეს წამალი? სინამდვილეში მედიკამენტი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა, მაგრამ ეკლესიის მიერ ალქიმიკოსების დევნამ მისი დავიწყება გამოიწვია. ზოგიერთი მეცნიერის გარდა ყველას დაავიწყდა. მათ შორის იყო ალექსი დოროგოვი. მან ჯერ გაარკვია, რომ მე-13-მე-15 საუკუნეებში არსებობდა ულტრა ძვირი და მხოლოდ ელიტისთვის ხელმისაწვდომი სიცოცხლის ელექსირი. მას ბაყაყის ქსოვილისგან ამზადებდნენ. ამისთვის გამოიყენებოდა თერმული აქროლვა, შემდეგ კი ორთქლის კონდენსაცია სითხეში. იღებდნენ ნაყენს, რომელსაც კიდევ რაღაც ბალახს უმატებდნენ, უფრო გემოსთვის, ვიდრე სარგებლის მისაღებად. დოროგოვი საბჭოთა ფარმაცევტული საზოგადოების წინააღმდეგ წავიდა, ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური ბომბით ACDF1, რადგან ამას სისულელედ ან ლეგენდად მიიჩნევდნენ. ACDF1 მკაცრ გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავეს. დოროგოვის საქმიანობის შესახებ მხოლოდ სტალინმა და ბერიამ იცოდნენ. მეცნიერმა ნედლეული სახით ბაყაყი გამოიყენა. დამუშავების მეთოდად ქსოვილების თერმული გაწმენდა სითხის კონდენსაციით. მიღებულ საშუალებას ანტისეპტიკური, სტიმულაციური, ჭრილობების და წყლულების შეხორცების თვისებები ჰქონდა. ACD ნიშნავს დოროგოვის ანტისეპტიკურ სტიმულატორს. მიღებულ საშუალებას ანტისეპტიკური, სტიმულაციური, ჭრილობების და წყლულების შეხორცების თვისებები ჰქონდა. ACD ნიშნავს დოროგოვის ანტისეპტიკურ სტიმულატორს. ექსპერიმენტების დროს სამკურნალო საშუალებამ ფენომენალური შედეგი აჩვენა. 1953 წელს დოროგოვი იმით შეურაცხყოფილი, რომ მისი აღმოჩენის გასაჯაროების უფლებას არ აძლევდნენ, საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის სახალხო კომისარს ანდრეი ტრეტიაკოვს წერილს წერს. მასში სთავაზობდა ათასობით ექიმისთვის ქსოვილით თერაპიის შესწავლას მოსკოვის სპეციალურ კლინიკაში, საიდანაც მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელებას შეძლებდნენ. ტრეტიაკოვმა უარი განაცხადა. ექიმის წინააღმდეგ პროკურატურა უკვე მუშაობდა. მას უკანონო სამედიცინო საქმიანობა დააბრალეს. მისი ლაბორატორია დახურეს, ხოლო 1957 წელს კი მოულოდნელად დოროგოვი გარდაიცვალა. მოულოდნელად ბრჭყალებში. რა თქმა უნდა, გაურკვეველ ვითარებაში. ამბობენ, დღისით საკუთარ სახლში გაზით მოიწამლაო. 1959 წლის 14 აპრილს ACDF1-ის შესახებ ყველა ინფორმაციას საიდუმლო სტატუსი მიენიჭა. საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ ACD-ის გაყიდვები დაიწყეს. ექიმების უმეტესობა მის შესახებ არაფერი იცის. ACDF1-ს სამედიცინო უნივერსიტეტებში არ ასწავლიან, ხოლო ACDF2 და ACDF3 მხოლოდ ვეტერინარულ მედიცინაში გამოიყენება. პირველი საბჭოთა რეაქტიული გამონადგურებელი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების თავზე დაფრინავდა, თბილისში აწყობილი Jak-23 იყო. თბილისის ავიაციო ქარხანას, რომელიც 1941 წელს ამუშავდა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა სამხედრო ავიაციის განვითარებაში, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდში. ცივი ომისას, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი რეაქტიული გამონადგურებელი, თვითმფრინავების Jak-15-ების სერიული წარმოება სწორედ თბილისის ავიაციო ქარხანამ დაიწყო 1947 წლიდან. იმ პერიოდში რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას მთელ მსოფლიოში ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ქარხნები თუ ახერხებდნენ. ამიტომაც ამერიკელ გენერლებს ძალიან აინტერესებდათ, თუ ცივი ომის ხელფაზაში გადასვლის შემთხვევაში ჰაერში მათ რომელი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დაუპირისპირდებოდნენ. ამისთვის კი მათი ხელში ჩაგდება და გამოცდა იყო საჭირო. ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო საიდუმლო ოპერაციის განხორციელება, სახელწოდებით პროექტი ალფა. რის შედეგადაც რუმინელმა პილოტმა მიხაი დიაკოუანუმ 1953 წლის 24 ივნის საპატრულო ფრენისას თავისი Jak-23 ტიპის რეაქტიული გამონადგურებელი გაიტაცა და იუგოსლავიის აეროდრომზე დასვა. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირის იუგოსლავიის ლიდერთან ბროს ტიტოსთან ურთიერთობა უკვე საბოლოოდ ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც საბჭოთა წარმოების ეს საბრძოლო თვითმფრინავი იუგოსლავებმა ამერიკელებს გადაულოცეს.
იაკ 23-ის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა, ისევე როგორც მისი წინამორბედი იაკ 15-ისა და იაკ 17-ის თბილისში იყო. თბილისის საავიაციო ქარხანაში 1929-51 წლებში საერთო ჯამში 313 ერთეული იაკ 23 ააწყეს. 1953 წლისთვის იაკ 23 უკვე მოძველებულ გამონადგურებლად ითვლებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანა ბევრად უფრო ძლიერი MiG-15 ტიპის რეაქტიული გამონადგურებლის აწყობაზე იყო გადასული, რომელსაც საბჭოთა მფრინავები კორეის ომში წარმატებით იყენებდნენ. ამერიკულ სეიბრებთან ბრძოლისას MiG-15 და MiG-21 ტიპის გამონადგურებლებმაც მოგვიანებით გაინავარდეს ჩრდილო ამერიკის თავზე, მაგრამ ეს უკვე სხვა საიდუმლო ისტორიებია. ბოლოს უნდა გიამბოთ ერთ საინტერესო ამბავზე, რომელიც პირდაპირ საბჭოთა კავშირის საიდუმლოებას არ უკავშირდება. ის ეხება ამერიკულ საიდუმლოს, ოღონდ საბჭოთა კავშირთან მიმართებაში. 2019 წელს CIA-მ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჯაშუში მტრედების შესახებ ცივი ომის დროინდელი მასალები გაასაჯაროვა. დეკლასიფიცირებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მტრედებს სპეციალურად წვრთნიდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების გადასაღებად. საიდუმლო ოპერაციებში იყენებდნენ ყორნებსაც, რომლებიც ფანჯრის რაფებზე მოსასმენ აპარატურას აგდებდნენ, ხოლო დელფინებს წყალქვეშა ოპერაციებისთვის წვრთნიდნენ. როგორც BBC წერს 1970-იან წლებში ოპერაციას ტაკანის მიმდინარეობისას, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა შეისწავლეს მტრედებზე პატარა კამერის დამაგრების ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად იღებდა ფოტოებს. მტრედები იდეალურები იყვნენ ასეთი მისიებისთვის, თავიანთი უნარის გამო, ნებისმიერი წერტილიდან დაბრუნებულიყვნენ სახლში. მათზე დამაგრებული კამერის მიერ გადაღებული ფოტოები უფრო მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე მაშინ თანამგზავრიდან გადაღებული კადრები. გამოცემა წერს, რომ მტრედებს კომუნიკაციისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, თუმცა სპეცსამსახურები ამ ფრინველით პირველად პირველი მსოფლიო ომის დროს დაინტერესდნენ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1960-იან წლებში CIA განიხილავდა დელფინების გამოყენებას პორტში შეღწევის მიზნით. თუმცა ერთ-ერთი პრობლემა იყო დელფინთან მომუშავე მწვრთნელიდან საველე აგენტზე კონტროლის გადაცემა. 1967 წლისთვის CIA დაახლოებით $600,000 ხარჯავდა სამ პროგრამაზე ჩიტების, დელფინებისა და ძაღლებისა და კატების მონაწილეობით. ყველაზე ეფექტური კი ჯაშუშური მისიისთვის მტრედი გამოდგა და 1970-იან წლებში დაიწყო სატესტო მისიების განხორციელება. 1976 წლის ჩანაწერებიდან გამოიკვეთა მიზანი გემთ საშენი ლენინგრადში, რომელიც ყველაზე თანამედროვე საბჭოთა წყალქვეშა ნავებს აგებდა. ოპერაცია განხორციელებადი ჩანდა, თუმცა უცნობია, როგორ განვითარდა მოვლენები, ვინაიდან შემდგომი ფაილები დეკლასიფიცირებული არ არის. ფიქრობდი, რომ ამ ეპიზოდში მომეთხრო საიდუმლო ბუნკერების შესახებაც იმაზე, რასაც კოდის გასულ ეპიზოდებში არ მომიყოლია. თუმცა ამ თემით დაინტერესებულთათვის მათ შესახებ უკვე ცნობილია, მათ შორის ქართული წყაროების მეშვეობით. ზოგადად, საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები, ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ისინი სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენენ და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ყოველთვის დახურული იყო და იქნება. საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ლეგენდები და მითები ყოველთვის არსებობდა. თუ ლეგენდებს ავუჯერებთ, საქართველოში ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. აქ დავასრულებ ამ სეზონზე რიგით მეორე ეპიზოდს საბჭოთა საიდუმლოებების შესახებ. შენ კი გვითხარი შენი მოსაზრება კომენტარის სახით ნანახთან და ამავე თემაზე სხვა საკითხების მიმართ ინტერესის არსებობის შესახებ. გამოიწერე კოდის YouTube არხი, რათა კვლავ მაღალი ენთუზიაზმით განმაგრძო ამ საქმის კეთება. მადლობა მხარდაჭერისთვის.